კახეთის გუბერნატორად შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაენიშნა. იგი ადგილობრივ ჟურნალისტებს დღეს ყოფილმა გუბერნატორმა და ახლა უკვე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა წარუდგინა. ახალმა გუბერნატორმა შეხვედრაზე რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ გეგმება. ოფიციალური მონაცემებით კახეთის გუბერნატორს 4 მოადგილე ყავს და არც ერთი თანამდებობა ვაკანტური არ არის. ამჟამად გუბერნატორის მოადგილეები არიან გიორგი სიბაშვილი, ლევან გამსახურდია, ალექსანდრე კახიძე და პეტრე კიკნაძე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როგორც თვითონ ამ კუთხის შვილისთვის, ვიდგე ჩემი ხალხის სამსახურში. განვითარების განმავლობაში მე მქონდა საშუალება, რომ შევხედროდი უამრავ ადამიანს კახეთის ყველა რაიონში და მეტნაკლებად ვიცი იმ პრობლემების შესახებ, რაც დგას თითოეულ რაიონში, თითოეულ სოფელში, შეიძლება თითოეულ ოჯახშიც. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ რაიონში და თითოეულ სოფელში განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლის შედეგები აისახება თითოეულ ადამიანს და თითოეულ ოჯახზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ვიშრომოთ ძალიან ეფექტურად, ვიშრომოთ ძალიან თავდადებით იმისათვის, რომ ყველა ის დაწყებული პროექტი გაგრძელდეს, რაც მანამდე ხორციელდებოდა და ამავდროულად ძალიან ბევრი სასარგებლო ახალი პროექტი განხორციელდეს. კახეთში უნდა ვითხრათ, რომ გასული წლების განმავლობაში კახეთში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა პრობლემები რჩება და გასაკეთებელი ბევრია. მე როგორც გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი გუბერნატორი ძალიან კარგად ვიცი, რვავე რაიონში თუ რა პრობლემა აქვს და ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვექნება კონსტრუქციული თანამშრომლობაც და ოპონირებას, რათა ის დაწყებული პროექტები მივიდეს ბოლომდე და ასევე სხვა პრობლემები იქნეს მაქსიმალურად დაძლეული.